სამწუხაროდ ირანში მეტოქეფთებს შორის განხეთქილება ღრმავდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი ბრუნდება ყურეში და ერთიანობის შესახებ განცხადებების უკან დამალული დაპირისპირება ღიად გამოაშკარავეს მედიაში. ეს არის შურისძიება. რა არის შურისძიება? რატომ გამოხატავს ჩვენი ხალხი ასეთ ძლიერ შეძახეს? ხალხს სურს დაიცვას და დაიცვას საკუთარი თავი. თუ თქვენ ამბობთ, რომ ასეთი უფლებები უნდა მოვითხოვოთ, უნდა გამოვხატოთ ჩვენი სევდა. ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი და ძვირფასი საგანძური იყო მათი საყვარელი ლიდერი. დღეს ამ ხალხის უფლება დაიცვას და დაიცვას ეს პოზიცია, ეს დიდი საგანძური შურისძიებით. და პასუხისმგებელთა ვალია. ყურადღებით აკონტროლონ მთელი ეს პროცესი. შურისძიება არის ხალხის უფლება და პასუხისმგებელთა ვალი. ერთუხარეს არიან მასუდ პესაჩკიანი, მოჰამედ ბაღერ გალიბაფი, აბას არაგაში და მოლაპარაკეები, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ მემორანდუმი ვაშინგტონთან, შეამცირონ სამხედრო ზეწოლა და აღკვეთონ ისრაელის კიდევ ერთი შეტევა. მეორე მხარეს არიან საიდ ჯალილი პარლამენტარები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პეიდარის ფრთასთან და რელიგიური პირები, რომლებმაც ალი ხამენეის დაკრძალვა შურისძიების ტრიბუნად აქციეს. კრიზისმა მნიშვნელობა შეიძინა ამ პარასკევს 2026 წლის 10 ივლისს. რატო? აშშ-ს ავიამზიდი აბრაამ ნაგანტის ჯგუფი ლინკოლნი მოქმედებს არაბეთის ზღვაში ომანის ყურის მახლობლად. იმავდროულად შეერთებული შტატების საწვავით გამმართველი თვითმფრინავები კვლავ შეინიშნენ რეგიონში. ამავე დროს კატარის შუამავლები თეირანში ჩავიდნენ, რათა სცადონ მოლაპარაკებების გადარჩენა. დონალდ ტრამპი იმ გამოსავალს აწვება, რომელიც ჰორმუზის სრუტეს რიად შეინარჩუნებს, მაგრამ ცდილობს თავიდან აიცილოს ისრაელის დამოუკიდებელი თავდასხმა და ბოლო დიპლომატიური ხიდის განადგურება. ირანმა თავისი ყოფილი ლიდერი დაკრძალა, მაგრამ რეჟიმის კონტროლისთვის შიდა ომი არ დაუმარხავს. ამერიკული ძალა ზღვაშია, დიპლომატია თეირანში მიმდინარეობს, ხოლო სისტემა ვეღარ ლაპარაკობს ერთხმა. რა აპობს ძალაუფლებას თეირანში? რატო მიიწევს ახლა აბრაამ ლინკოლნი? როგორ შეაკავებს ტრამპი ისრაელს და შურისძიების ფრთას? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. შეერთებული შტატების საზღვაო ინსტიტუტმა 7 ივლისის განახლებაში დაადასტურა ავიამზიდის ყოფნა, თუმცა ზუსტი მდებარეობა არ გაამჟღავნა. დამოუკიდებელი თვალთვალის მონაცემებმა, რომლებიც ამ პარასკევს გავრცელდა, აჩვენა მოძრაობა ჩრდილოეთისკენ ომანის ყურის მიმართულებით. გემის ყოფნა მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ინარჩუნებს საკმარის საჰაერო და საზღვაო ძალას სწრაფი რეაგირებისთვის, საზღვაო მარშრუტების დასაცავად და თეირანზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. საჰაერო მოძრაობა ამყარებს ამ შეფასებას. შეერთებული შტატების სათვავის შევსების თვითმფრინავები დაფიქსირდა განმეორებით ოპერაციებში ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს თვითმფრინავები ზრდიან გამანადგურებლებისა და სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენის დროს, მაგრამ ისინი მარტო ვერ აჩვენებენ რა მისია მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად ნახსენები ჰიპოთეზაა საზღვაო მიმოსვლის დაცვისა და ესკორტის ოპერაციების მხარდაჭერა სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კომერციულ გემებზე თავდასხმებმა მემორანდუმი გააუქმა და დონალდ ტრამპი აიძულა ახალი ქმედებები დაეშვა ირანულ ობიექტებზე. ამ მომენტში ყველაზე დიდი აფეთქება პოლიტიკურია. 17 იუნის ხელმოწერილმა მემორანდუმმა აშკარა დაპირისპირება გახსნა იმ ფრთას შორის, რომელიც მოლაპარაკებას ეთანხმება და იმ ფრთას შორის, რომელიც შურისძიებას ითხოვს. პეზესკიანი და გალიბაფი დიალოგს უჭერენ მხარს, რადგან რეჟიმს სჭირდება სანქციების შემსუბუქება, შემოსავლების ართგენა და კიდევ ერთი თავდასხმის სერიის თავიდან აცილება. ფაიდარის ფრთის წევრები ორივეს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი აძალებენ შეთანხმებას, რომელიც ალი კამენეის მემკვიდრეობას ეწინააღმდეგება. ზოგიერთებმა მემორანდუმს უწოდეს დარტყმა ყოფილი ლიდერის პოზიციის წინააღმდეგ. ბრძოლა არ ეხება დემოკრატიას ან თავისუფლებას ირანელებისთვის. ეს არის დავა იმაზე, რომელი მეთოდი უკეთესად შეინარჩუნებს ისლამურ რესპუბლიკას. უკან დახევა გადარჩენისთვის თუ შეტევა, რომ სცადონ დაკარგული შიშის აღდგენა. საიდ ჯალილიმ გაზარდა ზეწოლა მარშადის ცერემონიების შემდეგ. უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში განაცხადა, რომ ალი ხამენეის სიკვდილის შურისძიება ერის უფლება და ხელისუფლების ვალდებულებაა. წარმომადგენელი ჯალილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურაა იმ ფრთაში, რომელიც აშშ-სთან დათმობებს ეწინააღმდეგება და პესეშკინისა და გალიბაფის ძველი მეტოქეა. მისი სიტყვა მხოლოდ სამგლოვიარო პატივისცემა არ ყოფილა.
მან პირდაპირ დაარტყა მომლაპარაკებლებს, რადგან ნებისმიერ უკან დახევას ძველი ხელმძღვანელობის ღალატად მიიჩნევს. დეპუტატი ალი ქეზრიანი ასევე ცდილობდა მოლაპარაკებებისა და შურისძიების გამიჯვნას. მან განაცხადა, რომ მემორანდუმი არ წყვეტს კამენეის სიკვდილზე პასუხის მოთხოვნას და რომ დაკრძალვის დროს გამართულმა დემონსტრაციებმა შურისძიების მოთხოვნის ზოთხოვნის ზეწოლა აჩვენა. ეს ფორმულირება საშიშია მომლაპარაკებლებისთვის. ეს საშუალება აძლევს რადიკალურ ფრთას დროებით დათანხმდეს მოლაპარაკებებს და ამავე დროს გახსნილად დატოვოს ახალი თავდასხმების დაცვის შესაძლებლობა. ეს ნებისმიერი შეთანხმებას აქცევს მხიფე ზავსად, რომელიც დამოკიდებულია გაყოფილ რეჟიმზე და ახალ ლიდერზე, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა მოსახლეობის წინაშე. ალი კამენეი დაკრძალეს იმამ რეზას წმინდა ადგილას მაშადში, ირანსა და ერაყში ჩატარებული ერთკვირიანი ცერემონიების შემდეგ. realizadas no Irã e no Iraque. მიხსენებები გაგრძელდა ახალი დაბომბვების შემდეგაც კი და რადიკალურმა ჯგუფებმა ისინი გამოიყენეს იმისთვის, რომ მოეთხოვათ შურისძიება ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. პოლიცია მოიტაბა კამენეი, რომელიც მემკვიდრე დაირჩიეს, კვლავ არ ჩანდა. ეს არარსებობა ზრდის ჯალილის, რევოლუციური გვარდიის მეთაურებისა და რელიგიური ჯგუფების გავლენას, რომლებიც ცდილობენ ახალი ხელმძღვანელობის სახელით ისაუბრონ. მაშინ, როცა რადიკალური ფრთა დაკრძალვაზე შურისძიების მოთხოვნებით ამძაფრებდა ვითარებას, კატარის მოლაპარაკეები თეირანში ჩავიდნენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. კატარი, პაკისტანი, თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი მონაწილეობდნენ კონტაქტებში, რათა თავიდან აეცილებინათ ომის კიდევ ერთი გაფართოება. ვაშინგტონის პრიორიტეტია საზღვაო მარშრუტის ხესხლა დახსნა და სტაბილიზაცია ისე, რომ ირანს არ მიეცეს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ვინ გაიulis და რამდენს გადაიხდის. დონალდ ტრამპიც ცდილობს ისრაელი შეაკავოს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება ისრაელის ახალ სამხედრო მოქმედებას. ეს პოზიცია შეესაბამება პრეზიდენტის წინა გადაწყვეტილებებს, რომელმაც უკვე სთხოვა ბენიამინ ნეთანიაჰუს თავი შეეკავებინა შურისძიებისგან, რაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ აღიარა, რომ ირანის საკითხზე ზოგჯერ უთანხმოებები არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ ორივე მთავრობა მნიშვნელოვან საკითხებში კვლავ შეთანხმებულია. ისრაელი მემორანდუმს არ ენდობა და შიშობს, რომ თეირანი პაუზას თავისი ძალების გადასაჯგუფებლად გამოიყენებს. ვაშინგტონს ეშინია, რომ ისრაელის თავდასხმა ირანელ რადიკალებს იმ საბაბს მისცემს, რომელსაც ისინი დიალოგის დასატოვებლად ეძებენ. თეირანიდან მომდინარე ახალი მუქარები ამ რისკს ზრდის. რაც უფრო მეტი პარლამენტარი და რელიგიური ლიდერი საუბრობს გარდაუვალ შურისძიებაზე, მით უფრო იზრდება ისრაელში პრევენციული ქმედების მოთხოვნა. ისრაელის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ გზად არის საჭიროების შემთხვევაში უფრო დიდი ძალით კვლავ შეუტიოს ირანს თუ პირდაპირ საფრთხეს დააფიქსირებს. ეს შესაძლებლობა ხსნის, რატომ ცდილობს ტრამპი ნეთანიაჰუ კონტროლის ქვეშ ყავდეს, იმავდროულად კი აბრაჰამ ლინკოლნის და სხვა ძალების რეგიონთან ახლოს შენარჩუნებას. დიპლომატია ძალის გარეშე თეირანისთვის უყურადღებოდ დარჩებოდა. ძალა კონტროლის გარეშე კი ომს ყველაზე საშიშ წერტილამდე დააბრუნებს. ყურადღებამ ასევე გაერთიანებულ ერებსაც მიაღწია. შეხვედრაზე, რომელიც სიტყვიერი შეტევებით გამოირჩეოდა, ირანის წარმომადგენელმა ზრდილობა მოსთხოვა შეერთებული შტატების ელჩს მაიკ უოლცს. მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს. ვუჩებ შეერთებული შტატების წარმომადგენელს იყოს ზრდილობიანი. ეს უკეთესი იქნება თქვენთვის და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენთ. მადლობთ. უოლცმა უარი თქვა საყვედურზე და პასუხად დააბრალა რეჟიმს თავისუფლების მომთხოვნი მოქალაქეების მკვლელობა და დაპატიმრება. ამერიკელმა დელეგატმა სიტყვა ითხოვა ახალი განცხადებისთვის. პირდაპირ გეტყვით ამას კიდევ ერთი პასუხისმღერისა და ართული. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს წარმომადგენელი აქ, ამ ორგანოში წარმოადგენს. რეჟიმი, რომელმაც 10,000-ობით საკუთარი მოქალაქე მოკლა და კიდევ ბევრ სხვას დააპატიმრა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურდათ თავისუფლება მათი ტირანიისგან. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო. ყოფილი ლიდერის დაკრძალვა მაჩადეში დასრულდა, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობა კვლავ უსახოა ქვეყნის წინაშე. სწორედ ამ სიცარიელეში მიიწევს ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი ყურის გარშემო და მედიატორები ჩქარობენ, რათა აღკვეთონ გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არა ერთიანმა ხელმძღვანელობამ, არამედ იმ ფრთამ მიიღოს, რომელიც პირველკენს დაიმორჩილებს შიშს, ქუჩას და იარაღს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ სულილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ ყოველთვის სიმართლით იყოთ ინფორმირებული. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.